ამომრჩეველს თუ რა ვიცი რა დავარქვა ეხლა ადამიანებს რომლებიც რაღაც მენტალურ ტყვეობაში ყავთ მათ ეუბნებიან რომ აი ეს გარყვნილი ევროპა რაღაცეებს გთხოვს ისეც და ეთამაშებიან ემოციებზე და რეალურად არ ვიცი ეხლა მაგ ღირებულებებს დაცვა კანონით არ ჭირდება ეგ შიგნით გაქვს და შენ თვითონვე როგორც ცხოვრობ იმის მიხედვით არის შენი ოჯახიც რაც შეეხება ყველაფერს სხვა დანარჩენს რაც ჩამოთვლილია და მთლიანი ფურცელი არის რომელიც მოიცავს კიდე რომ ჩავშალოთ შესაბამისად ჩაშლილი არის და 192 გვერდია ძალიან ბევრ დანაშაულს რომელიც ჩაიდინეს თავის მოქალაქეების წინაშე და ისიც ნახეს რომ ამგვარ სიგნალებს მე მოყვება ხოლმე სანქციები არ მგონია რომ ეგეც სულელები იყვნენ და ისიც არ მგონია რომ უკვე თვითონ ბიძინა ივანიშვილს ეს ტრენდი არ დაენახა რომ იმიტომ რომ რუსულად მოქმედებს ესე ვთქვათ რაღაც ბოლომდე აწვება ბოლომდე წურავს რომ იქნებ დამანებონ თავი იქნებ რაღაცა მიჩუმათდეს როგორც აგვიკეთებს ხოლმე რაც ცდილობს რომ რაღაცა გადააგოროს რაღაცეები და ესე აგორებს ხოლმე და ნელა მოდის სანქციები მაგრამ ამ გადაგორებაში აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ქონება დაკარგა უკვე ალბათ ნახევარი უკვე ხელმიუწვდომელია მისთვის და კიდე წინა აქვს დანარჩენის მისმა ესე ვთქვათ თოჯინებმაც დაკარგეს ბევრმა ქონება უკვე ყველაფერი წინა აქვს რა მე მგონია რომ ეს სიგნალები ძალიან კარგად ესმით და არ ვიცი ხა აი ამ მითი რომ იცი რა ჩვენ არაფერი არ გაგვიფუჭებიაო ამითი არ მგონია დააჯერონ ვინმე იმიტომ რომ მტკიცებულებები არსებობს და ეს არ არის რაღაც ჭორის დონეზე დაწერილი დასკვნა ეს არის პროფესიონალების მიერ შედგენილი დასკვნა რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი სად რა როდის შეეშალათ და რა ვიცი შევახსენებ რა 4 გადაცემას მარტო ჩემ საკუთარ თავზე შევახსენებ და შევახსენებ ორცალ მაგალითად მინიმუმ სისხლის სამართლის საქმეს რომელიც თაროზე აქვს ჩემოდებული ერთი ვანდალიზმს ეხება ერთი ფიზიკურ თავდასხმას ეხება ცირამოა პროკურორი რომელიც უბრალოდ რაღაც წერილს მიგზავნის ხოლმე გამოს აგვისტოში გამომიგზავნა ერთი წერილი თუ რამე დამატებიც გავარკვევთ შეგეხმიანებითო და ნუ ავიცი 27000 კამერა იყო და როცა ჭირდებათ კარგად ამას ამოვაქთ ერთი თვის წინ მივწერე მაგალითად გამომძიებელს მეორე საქმეზე რა ხდება თქვენ პროკურორმა თაროზე შემოდო ეს საკითხი და რაღაც დავალებაზე ვარ შეგეხმიანებიო და ერთი თვეა ველოდები დავალებაზე იმედი მაქვს რომ კარგად დამთავრდა ის დავალება და პრობლემები არ შეექმნა იმიტომ იმ პოლიციელებსაც უხერხულში აყენებენ იმიტომ ნანახი მაქვს რომ გამოძიებული აქვთ ყველა მტკიცებულება აქვთ უბრალოდ სასამართლომდე არის საქმე მისატანი და აი ესე შემიძლია ჩამოვთვალო ძალიან ბევრი რაღაცეები რაც მარტო ჩემ შემთხვევაშია და ასეთი არის ასეულობით ერთი არა ასეულობით ესე რომ რაღაცა ეს გამოსვლა და ეთერში იმის თქმა რომ იცი ჩვენ არაფერი არ დაგვიშოვებია და აცი კარგად მოვიქცევით თავარი გიორგი რატო იჯექი ციხეში თავად გიქრეს რომ ტყუილად იჯექი ამდენი თვე ციხეშია ხო საბოლოო თავად მე არაფერი არ არის რა ვიცი ანუ 1 და 2 კვირა ხო არ იყო უკაცრავად ხო და გავახსენებ კიდე იმ 8 თვის მანძილზე ესეთი რაღაცები მოხდა რომ არ ვიცი ხო იმედი მაქვს რომ დიდხანს იცოცხლებენ და მეც ვიცოცხლებ იქამდე რომ ამასთან დაკავშირებით პირისპირ მქონდეს მათთან საუბარი რომელიც ამ საქმეში იყო რა ძალიან დიდი იმედი მაქვს მაინტერესებს უბრალოდ რას მეტყვიან როცა ასე ვთქვათ იმის გარეშე იქნებიან თოფების და სასამართლოების და ციხის საკნების გარეშე უბრალოდ ერთ-ერთზე როგორც ადამიანს რა პასუხს გამცემენ ეს მაინტერესებს და ამ პასუხებისთვის მომემზადონ ურჩევ მაგათ სულ ყველას იბატონ, გიორგი, როგორ ფიქრობ, აი ეს რეაქციები რას განიშნებს, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე შეიძლება წავიდნენ თუ როგორც შენ ამბობს, აი რუსული მეთოდი უყვარს ივანიშვილს, რომ რაღაც აი ბოლომდე არის ივანიშვილის მხრიდანაც, აი აქ ქუჩაში პროტესტის მხრიდან თუ ესვის რა აი ბოლომდე და რაღაც გამარჯვებამდე ივანიშვილის პოლიტიკაც ეს არის, მაშინ მე ჩემ ბოლომდეს გაჩვენებთ? ხო, ალბათ ეხა ჯერჯერობით არ თulis, რომ ეს არის, რა ქვია, სერიოზული საფრთხის წინაშეა, შეიძლება რაღაც ესე ვთქვათ ბურჯები არის, რომელსაც უყურებს და ჯერ კიდევ მათი ჯერა. მაგრამ დადგება რაღაც ეტაპი, ჩემი აზრით. როცა უკვე მიხვდება რომ ანუ უკან დაიხიოს, ანუ უბრალოდ ყველაფერს დაკარგავს, არ თუ ყველაფერს დაკარგავს, შეიძლება ცირკულარით საძებნი გახდეს დედამიწის მასშტაბით და ნუ არ ვიცი ხა არ მგონია ამ ხელარისკზე წავიდეს. მეორე მხრივ აქეთ პუტინთან არის ასე ვთქვათ ხელშემორთმეული და მასთან ერთად მოძრაობს ამ პერიოდში, შესაბამისად მისგანაც ალბათ აქვს უკვე რაღაც გარკვეული საფრთხეები და უკვე აღარ იცის საით წავიდეს. თვითონვე ჩაიგდო ამ ახეში თავი, ასე რომ არ ვიცი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საქართველოს შიგნით მაინც აქვს იმის შანსი რომ რაღაც გარანტიები მოითხოვოს, მიიღოს და ბოლო-ბოლო რაღაც მომენტში მიხვდება რომ ბარტყები უნდა გადმოგვიქდოს და თვითონ სადმე მე დაიმალოს რა. ამ მომენტამდე სანამ არ მივა ხო ბოლომდე მიაწვება ესე ვთქვათ ისიც, იმიტომ რომ ეგეთი სტილი ხე პუტინის ახლა არც ისე კარგად აქვს საქმე ფრონტზე, თვითონ შეიარაღებს ხრივ იქნება, ცოცხალი ძალის ხრივ იქნება, პოლიტიკურად იქნება თუ ეკონომიკურად, მაგრამ მაინც იძახის რომ დონეცკი უნდა მომცეთო და ნუ რაღაცა მსგავს იმას მოქმედებებს აკეთებენ ესენიც. ხო, რასაც